ჩვენ ევროკავშირი გვეწყვის რა იმ 11-დან 10 შესულა და მე-11 ეს დაგჭირ შესაძლებელი. მაშინ კი ბატონო ვიწყდება. ერთადერთი რაც მომწონს რუსების რომ აი ესეთი პირატები არიან ნაგლი და ჩვენს ვიყენებთ მაგას. ევროკავშირი ეხლა მოდი ჩვენ სასამართლო ის რეფორმა გააკეთო და მე ამაზე თვალს დავხუჭავ მაშინ. მეკობრეების პარტია ეგრევე ერქვა და პარლამენტში შეიყვანეს. მაგ არგუმენტში უნდა ჩაგიჩეხო და მიდი ჰა ჩამიჩეხე აბა. შენ რასამოფრო რა უნდა იყოს მოდი ესე ვთქვა. ჩემთვის ევროპასთან დაახლოება, დასავლეთთან დაახლოება ეს პირველ რიგში კულტურა არის. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი მეოთხე კედელი, არასტანდარტული ეპიზოდი შედარებით პოდკასტის წამყვანებს ხედავთ ჩემგან. ხელმარცხნივ და ხელმარჯვნივ, მე დღეს ვიქნები მოდერატორი, მესამე მონაწილე და სალაპარაკო თემა არის საავტორო უფლებები, კინოს ყურების საშუალებები სხვადასხვა, კერძოდ საქართველოში, იცით ყველამ გახსოვთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე წლის წინ რადიკალურად შეიცვალა გარემო კინოს ყურების მხრივ, იმიტომ რომ თუ იქამდე იყო ესაც აჭარანეთი, iMovies-ის სხვადასხვა საიტები, რომლებზეც უფასოდ შეეძლო მასობრივ მაყურებელს კინოს და სერიალების ყურება, ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ამ საიტებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ რომ აღარ არსებობს ეს საიტები, ნუ კი იქ რაღაც ძალიან თუ მოინდომებ შედიხარ, მაგრამ იმდენად დაცემული არის ხარისხი რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს, ამას პარალელურად შემოვიდა კავეა ბაზარზე და ნუ სხვა სიტუაცია მივიღეთ და რამდენად სწორი იყო ეს რა ბედიელის ქართველ მაყურებელს და ასე შემდეგ ამ თემზე ვიმსჯელებ დღეს. ლევან, შენგან რო დავიწყოთ, რავი, რას ფიქრობ შენ საერთოდ? მე ვიცი რომ არ ეთანხმები ეს რაც მოხდა და გონია რომ არასწორი იყო და თითქოს რაღაც ლეგალური კუთხით, რაღაც კანონის კუთხით, რაღაც სახელმწიფოების კუთხით ესე ფურცელზე აბსოლუტურად სწორი გაწყვეტილება ჩანს და რატო გონია რომ არასწორი იყო? ხო, ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ეგრეა, როგორც ახსენე და პირველ რიგში ეს პოზიცია ამოდის იქიდან, რომ ნებისმიერი საკითხის დროს მთავარი არგუმენტი ყოველთვის გამომდინარეობს კონტექსტიდან და ქვეყნის მდგომარეობიდან და ზოგადად ბაზარი როგორია ქვეყანაში და ზოგადად რა ხდება ამ ინდუსტრიაში, ხო? რადგანაც ეს საიტები გაუქმდა, ჩემთვის როგორც პირველ რიგში რა უნდა მოხვიდე შენი პროფესიიდან, ხო? და შენი რაღაც პირადი შეხედულება აქედან მოდის, რომ რამდენად დაარტყა შენ პროფესიას ამ ყველაფერმა, ხო? ჩემთვის როგორც კინომცოდნისთვის თქვათ ეს არის აჭარანეთი iMovies-ი რა მასალაც იქ იყო ფილმის ყურების მხრივ რაღაცა მრავალფეროვანი კონტენტი, რომელსაც გვთავაზობდა ეს პირატული საიტი დავარქვათ, კაი ვთქვათ, ამის ალტერნატივა ვერ შექმნა კავეამ. და ჩემთვის ეს არის ის, რომ პროფესიულად ფაქტიურად ვერ ვახერხებ, რომ ნახო ხარისხიანი კინო, ანუ ის მოთხოვნა, რაც მე მაქვს, ანუ არ მომეწოდება. კავეა პლუსით არის სრულიად სხვა რაღაც სხვა სეგმენტზე გათვლილი, რაც კარგავს ჩემთვის რაღაცა კინოგანათლების მიღების საშუალებას საზოგადოებაში და ეს არის ფიქრობ რომ ძალიან დიდი პრობლემა. აი ეს პრობლემა რო არის, რა მაგაზე მეგონი ყველა თან ხვდებით, უცნაური არის მაგაზე სხვა პოზიცია ქონდეს და თან აი ვინც ვინც თulis რომ სწორი იყო, დისკომფორტი მაინც შეუქმნა კინოს თუ უყურებდი, მაშინ გართულ და იცი რა, მაშინ უნდა აიგზავნოს ბინად ტორენტებიც, ხო? იცი რა, არის შეუძლებელია რომ არ გართულებულიყო, ხა მაგალითად ამერიკაში ჩემი მეგობარი რო ცხოვრობდა, მახსოვს რომ ყველაფერი გამოიწერა. ანუ ეს Netflix გამოიწერა, Paramount გამოიწერა, Disney გამოიწერა, ყველაფერი გამოიწერა და ყველა კინოს მაინც ვერ უყურებ, მაგრამ ეგ ხო სამართლებრივად ეგ არის აბსოლუტურად სწორი და ის ნუ აბსოლუტურად სწორი თორე სწორია და ის რაც იყო არალეგალური, ხო? ეგაა მთავარი რაღაც ეთიკური კომპონენტი თუ პოლიტიკური თუ რაც მან როგორ არის, იცი, არის რამდენიმე პლასტია, ხო? თვითონ არის საკმაოდ რთული თემა, რომ ყველავთან ხვდებით რომ კარგი იყო და ძალიან მაგარ კომფორტში ვიყავით და ისიც უნდა აღვნიშნოთ და კარგი საიტები იყო თან რა, აი რაღაცა შეფუთული იყო, სწორედ, კარგად, გადადიოდი მე რეისორსი პოვიდი და მოკლედ ძალიან კარგი სამართავი საიტები იყო რა, ყველაფერს თავი რო დავანებოთ და კაი ხარისხითაც იდო ფილმები, ქართულ ენაზეც იდო და
კი ბატონო, მაგრამ ერთ-ერთი კომპონენტი ხო ისე რომ ვილაპარაკოთ თქვა სამართლებრივ მხარეს ჩვენ თუ გვინდა და უკვე აღარ ვიცი გვინდა თუ არა. ხო, ალბათ ევროკავშირში ერთ-ერთი მართლა მოთხოვნები, იქიდან რაღაცა მოთხოვნები რო იყო და აი თქვა მე რაღაცა პროგრამებია თუ გინდათ გაგიხსნათ ეს პროგრამები, ერთ-ერთი ისეთი სერიოზული მოთხოვნა ხშირად იყო, რომ დაკეტეთ ესეთი ვებგვერდები და ანუ ესეთი ლოგიკით ევროკავშირში ინტეგრაციის გზა იწყებოდა ამებით. ჩემი ლოგიკით კი არ იწყებ მართლა იყო ლოგიკა არის ეგ რომ თუ გინდა რომ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო უნდა ითამაშო მაგათი წესებით კი და ძალიან ბევრ სიკეთესთან ერთად რაღაც პატარა დისკომფორტები აი მაგ რასაც გთხოვენ და თქვა ევროპაში მონოპოლია აქვს რომელიმე ეგეთ კომპანიას რომელიც ლეგალურად აწვდის კონტენტს მაყურებელს არ მგონია ეს ხო ძალიან დიდი პრობლემაა ის რომ კავეა მონოპოლისტია რატო არის მონოპოლისტი ბიჭო ეს მონოპოლისტი არ ჩანს ბიჭო არ ჩანს ერთია მე ეგ არც კავიას ბრალია და მონოპოლიაც სიტყვა გეტყვი რატო გულისხმობ მონოპოლიას ახსნი ამას და არგუმენტსაც მოვიღო ნუ რა თქმა უნდა პოლიტიკურ თემაზე მივიდივართ მაგრამ ეს ყველაფერი დასინქრონდა ისე რომ კავეამ დაალაგა ბჭყალებში მთავრობასთან ეს ყველაფერი თუ აქამდე ვიცით რომ არალეგალური იყო და უცებ გაუქმდა ისინი და შემოვიდა ეს მე არ მჯერა რომ ბაზარზე სხვა კონკურენტს შემოუშვებენ ესენი ესე მარტივად ეს არის რაღაცა ზემოდან დაკრიშული ბიზნესი ასე ვთქვათ. არ ვიცი, სადაც ფაქტი ის არის რომ დღეს მონოპოლია ამ ბაზარზე. არა, მოდი ესე ვთქვათ, ვინმე მცადა და არ შემოუშვეს. ეგ როგორ არის, შენი ვარაუდია. ვიღაცა რომ შემოუშვა და თქვა დაიბლოკოს, მაშინ დაგეთახმები და კი ბატონო. მაშინ სხვანაირ ვილაპარაკებთ და ალბათ დაგეთახმები ყველა ვარიანტში, მაგრამ ეხა არავის არ უცდია. ისევე როგორც ეხა ლობისტად ნუ გამომიყვანთ კავიასი, ხო? და თუ უნდათ აგერ ლობისტი დაგვაფინანსო და ლობისტი ვიქნები მაგათი ბაზარი არ არის მაგრამ ის არა ქვია ისევე როგორც კინოთეატრები ხო მარტო ექსელია და არავინ მე ახლა ბევრი წელია ამ იმაში ვარ ხო რა ქვია სფეროში და რამდენიმე უბრალოდ მცდელობა იყო არც არავის უცდია რომ კიდე კინოთეატრი გაეხსნა რა მე მივდიოდი მაგრამ მაშინ წარსულში უნდა ჩავიდეთ კიდე ხო უფრო ყვებით როგორ მოხდა ამ კინოთეატრების თქვათ პრივატიზაცია და როგორ გადაეცა ამ ადამიანებს ეს კინოთეატრები რა თანხებად რომ აი რო ვამბობთ რომ ვიღაცა შემოვიდეს აი ჩადოს ფული იმას უნდა დაუჯდეს 10-20 ჯერ მეტი თანხის ჩადება მოუწევს ალბათ ვიდრე თავდაპირველად რაღაცა იყო არ ვიცი მაშინ რა თანხებად გაყიდეს შენ უფრო გახსოვს ნახე თანხებს თავი რო გავანებოთ ერთ წამი როცა სახელმწიფოს ეკუთვნის შენ თუ ლაპარაკობ კინოთეატრები და ისევ კავიას გარშემო თუ ტრიალებთ იმიტომ რომ ერთ-ერთი მფლობელი სხვაზე ვერ ვილაპარაკებთ იმიტომ რომ არ არის კავია თვითონ კავია განვითარდა არა კინოთეატრებში, არამედ შოპინგ მოლებში და ანუ მთავარი მაგათი ბიზნესი განვითარდა იქეთ. ასე ამიტომ ნებისმიერ სხვას არანაირი ის არ ქონდა, თქვა, კავია წინ არ იყო მაგითი რა. თუ ვიღაცას უნდოდა შოპინგ მოლები ღია იყვნენ ამ მოლაპარაკებაზე და გეუბნები რაღაცები მახსოვს, ვიღაცები თითქოს ჩამოვიდნენ, მაგრამ რაღაცა არ მოეწონა და ისევ კავია დარჩა რა. ანუ კინოთეატრები და კავიას ბიზნესი, მთავარი ბიზნესი, შენს კარგად იცი, მაგათი არის, არა კინოთეატრები პირიქით. და რაც ძალიან ცუდია და რაზეც ახლა ყველას რეაქცია გვაქვს, რომ კინოთეატრებს ხურავენ ესენი, იმიტომ რომ მაგათი ბიზნესები განვითარდეს შოპინგ მოლებში. კი ბატონო, ეგრეა ხა. იმაზე საუბარი რომ აი მე ხო არ ვიცი ხა ბაზარზე ვის უნდა და შემდეგ საინტერესოა ეს მაგის გარკვევას თუ შევძლებთ რომ თქვა ვიღაცას უნდა და შემოსვლა და თქვა მახსოვს აგერო ამიზოს ყველ იცი კონკრეტული ვერავისთან ვერ გადაამოწმებ ჩემზე უფრო იცი კონკრეტული ადამიანი ვისაც უნდა და ამ სფეროში შემოსვლა და თქვა რატომ დაიხია უკან ეხლა რატომ დაიხია რაღაც ბიზნესად ისე იყვნენ ესტონური ჯგუფი იყო ვინც მახსოვს ზუსტად ქართველი რუსეთში მოღვაწე ქართველები იყვნენ ვისთან ზოგადად ჩემთან ჰქონდათ ურთიერთობა და იმაში უნდა თბილისში ცენტრალში გახსნა კინოთეატრის და აი თითქმის მისული ვიყავით და მეც რაღაცნაირად მაგათთან თანამშრომლობდისავით და გავიდნენ მე ბოლო მომენტში აი ნამდვილად ესე რომ გითხრა რომ თავრობიდან რაღაცა ის შეექმნათ პრობლემები და ის არ ყოფილა
და ხო გეუბნები, შეიძლება მე არ ვიცოდე, მაგრამ ძალიან ეჭვმეპარება რომ არის. ფაქტი ისე რომ კონკურენცია არ არსებობს ამ ბაზარზე, და ძალიან ცუდია. და ეს არის ძალიან ცუდი, ხო? ანუ ერთ-ერთ მინუსად აი ისე საწყის თემასო დაუბრუნდეთ ამ ონლაინ პლატფორმებისას. ამას ვთვლი, რომ ანუ როცა შენ მე მაიძულ, ანუ მიუქმებ ხარისხიან ალტერნატივას, სადაც მე ნებისმიერი ფილმი შემიძლია მოვიძიო, არ აქვს მნიშვნელობა უმეტესობა ქართულ ენაზეც, მაგრამ ქართულ ენაზე იქნება თუ არ იქნება, უბრალოდ შევდივარ, არც პლეიერი მიჭედავს, არც რეკლამებს მიგდებს, არაფერს არ აკეთებს და ამ ყველაფრის კი ბატონო, თქვა ლეგალურად გინდა გახადო და უბრალოდ ერთადერთ ალტერნატივას ვთავაზობ, რომელიც 10%-აც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მე მაქვს და არა მარტო მე, ალბათ მომხმარებლების, იმ მომხმარებლების მათ შორის, ვინც iMovie-ს დაჭანაც იყენებდა 80-90%-ისთვის საერთოდ არ იყო კავეა ვერ უქმნის ალტერნატივას. ხო, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. ხო, მაშინ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაღაცას რო ხურავ, მაშინ უნდა გახსნა ამის ხარისხიანი ჩამნაცვლებელი. რეალურად მაგის ალტერნატივა, ანუ კავეა კი არა, Netflix-იც არ არის, ანუ სოფლიოში არ არსებობს ეგ, ანუ საიტსაც ყველაფერი დევს, ხო? ყველაფერი იმიტომ დევს, რომ არალეგალურად დევს. მაგის ალტერნატივა, ანუ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც არ არსებობს. აი გეუბნები რაც ამერიკის ერთ-ერთ შტატებში, ჩემი ყველაფერი უნდა იყიდო, ხო? ადამიანი რომელსაც შემოსავალი მაღალი ქონდა და საშუალება ამის ქონდა, ტექნიკურადაც ვერ ახერხებ, რომ ყველა კინო შემოსაწვდომი იყოს, იმიტომ რომ სხვადასხვა ფლობელები. კი ბატონო, მაგრამ ნუ კაშმართ უფრო მარტივად არის, ხო? რაღაცა Spotify-ზე თითქმის ყველაფერი არის. კინოში არ გამოდის ეგრე. ხო, მე ისევ ამოდივარ კონტექსტიდან, ჩვენი ქვეყნის კონტექსტიდან, სადაც ნუ ძალიან ბევრი პრობლემაა ყველა სფეროში დაულაგებელია. აქ უცებ რაღაცა ერთი კონკრეტული კომპანიისთვის რაღაცა გათვლილი არგუმენტაცია და ერთ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც იოტისოდენა იმასთან შედარებით, რაც ხდება ზოგადად ამ სფეროში. სხვა რატო ხო სილქნეტიც იყო მან ჩართული, ეგეც როცა მიდიოდა ეს კამპანია, მანდაც უნდა ვაღიარო ხა რაღაც იმაში, მაშინ კინოცენტრიდან ჩართული მეც ვიყავი და ხო გეუბნები, კი ის ყველაზე დიდ კაიფი რაც მაქვს, იმას რაღაცნაირად ხურავდით და მეც მაგაში მონაწილეობას ვიღებდი. სულ არ მიხარია, მაგრამ ეგრე გონია რომ სწორი, ანუ სახელმწიფო მიდგომა ეგ არის, თორე ადამიანი, მაგრამ კაი ერთ წამი დავამთავრ, რასაც იცი, კიდევ ერთხელ კავიას ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ამ შემთხვევაში არა ზოგადად როგორ არის სხვადასხვა კომპანიები იგივე მაშინ Silknet-მა იყიდა, რა ქვია იმას, Game of Thrones-ი, გაიგე და გიზგავდნენ რომ ძალიან დიდი ფული გადაიხადეს და ნუ ხო, რა თქმა უნდა იქ უყურებდა რა ეხა ისა ხო, აი ცოტა მონოპოლიაზე საუბარი არასწორი მგონია და სხვა ვილაპარაკოთ რა ის ვქნათ. რატო არგუმენტია ძალიან. მონოპოლია სხვა რაღაცა არის. მონოპოლია რა არის, რომ ვიღაცას უნდა სხვა ვერ შემოვა. იმას რომ არ შემოყავს. მე ესე მგონია. ამ შემთხვევაში მე ესე მგონია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეგრე ლაგდება ყველაფერი სამწუხაროდ. და იმაზე რასაც ვლაპარაკობთ, ხო, მესმის ეს არგუმენტაცია, მაგრამ მე მჭირდება გარანტიები რა იმისა, რომ თქვა, თუ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება და ბევრი რაღაც შეიცვლება, ხო? ანუ ეს რაღაცა კორელაცია. რა თქმა უნდა, მე ნელ-ნელა ბუნებრივია კავეაც ვეღარ იქნება ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე. აი მახსოვს აი არგუმენტად მოვიყვან 6R-ში საქართველოს მიღების დიდი ის იყო ხოლმე ლაპარაკი იყო რომ მე-7 ქვეყნად უნდა დაემატებინათ და მახსოვს რომ არგუმენტი იყო აქეთ მხრიდან რომ აი ხა ჩვენ რო 6R-ში შევიდეთ იმათ თავის მოთხოვნები აქვს იმხელა ბილეთის 20 ევროს ვინ გადაიხდის 30 ევროს ვინ გადაიხდის ანუ ეგ ლაპარაკი იყო რომ თითქოს აი ვერ შევძლებთ და ჩვენი სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებთ რა ანუ მესმის ეს არგუმენტიც ძალიან ჩვეულებრივად უბრალოდ ალბათ ხო, ნუ არ შეგუშვებდნენ მაშინ 6R-ში, რო ყოფილიყავით ევროკავშირის ქვეყანა, რაღაც ეკონომიკა ყოფილიყო მიმული მაგ ყველაფერზე, მაგ შემთხვევაში ალბათ შეიძლებოდა რომ ეგ მომხდარიყო. აი ეგ საინტერესო კითხვა არის, სხვანაირად რამდენად შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო ეს ამბავი, იმიტომ რომ ნუ ერთი კი ბატონო ფაქტად ვიცით რომ ევროკავშირის მოთხოვნა ეს იყო და მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არ ეტყობოდა არაფერი რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არ უნდათ, მაშინ არ ეტყობოდათ.
და მართლა აკეთებდნენ ბევრ რაღაცას, ყოველს თქვა იგი ტექნიკურ რაღაცებს განსაკუთრებით ცდილობდნენ ხოლმე რომ გაეკეთებინათ. და მეორე იყო რომ იყო უკმაყოფილება ამ სხვილი კომპანიებისგან, ხო, დასალურებისგან, რაც ჰოლივუდური კომპანიებისგან ასე შემდეგ, ვისი უფლებებიც ამ მოდი ესე ვთქვათ, დასავლური კომპანიების უკმაყოფილება იმდენად აქედან გააგებიეს მერე და იქიდან რაღაც დაიხმარეს, თორე იმდენად პატარა ბაზარია რომ დასავლეთის კომპანიებს კარგი რა. აქ ვისაც ინტერესი ქონდა, იმათ რაღაცა მერე იმათ შეეხმიანენ და იქიდან მართლა მოიწერეს მერე წერილი რა, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ იმათვის ეხლა ჩვენი 3 მილიონიანი ბაზარი ნუ არაფერი ისეთი არა. აი ეს გარე ფაქტორის გარეშე, ხო? იმიტომ რომ გარე ფაქტორის გათვალისწინება ალბათ შეიძლება და სხვანაირადაც ესეთი რადიკალური ნაბიჯის გარეშე მაგალითად, ნუ ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც ვადას იღებენ, ხო? ოღონდ საჯაროდ რო ცნობილი არის ეს ვადა რა, მაგალითად არ ვიცი 5 წელში, 10 წელში ეს უნდა შეიცვალოს, როგორც არ ვიცი. სომხეთში დაიდო ხე მაგალითად გარიგება ევროკავშირთან ზუსტად საფრანგეთთან, საფრანგეთის სულ უკმაყოფილო იყო რომ კონიაკს ტერმინს ნუ იყენებთ და დაიდო გარიგება რომ რაც ლეგალურად სწორი უკმაყოფილება არის რა. დაიგო ეგება რომ 2040 და რაღაც წელს სომხეთი შეწყვეტა ტერმინ კონიაკის გამოყენებას. იგივენაირად სახელმწიფო ყველგან ეგრეა და ყოველთვის ეგრეა რომ ერთი არის ფურცელზე რა წერია, მეორე არის რეალურად რა ხდება ხოლმე. მაგალითად ფურცელზე ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანაში არ ვიცი ხა კაი მაგალითია თუ არა, მაგრამ ნარკოპოლიტიკა, ან ნარკოტიკი არის არალეგალური და შეიძლება რაღაც ძალიან ძიმე სანქციებიც მოყვებოდეს. რეალურად და ეს ყველა მიცის ხელისუფლება არ ატარებს ამ პოლიტიკას, ხო? ხა იგივენაირად შეიძლებოდა რაღაცა პირობით თუ ეს პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხიდან ამ სხვა კუთხით, შეიძლებოდა რომ გეთქვა შენ ამ კომპანიებისთვის რომ იცით ხა ესე თქვენ რაღაც ნამეტანი ნაგლად ხართ გაშილები და ცოტა ეხა რაღაცა, ანუ შენ შეგექმნა გარკვეულ გეჩვენებინა რაც ნაბიჯები გადაგედგა რომ იცი ეგრეც არ არის რომ აქ რაღაც 64-ია მეკობრეობის და მე ამას რაღაცნაირად ზღუდავ, მაგრამ თლად მიწასთან არ გაგესწორებინა, ხო? ეგეც შეიძლებოდა, ანუ რაღაცა შუალედურ ვარიანტებიც იყო, ხო? ან ყველაფერი არაფერი ეგრე არ არის ალბათ აუცილებელი. მაგრამ თან უყურებოდი ხა აქ გავაგრძელებ. ანუ ამ საიტების გაუქმებით, ანუ არა მოუძირკვიათ მაინც მთლიანად ის, ხო, არალეგალურად ფილმი. ხო, ანუ ზუსტად, ანუ მაშინ რა მე მაინც კანონდამღვევი ვარ, იმიტომ რომ კავეაზე იმ ფილმებს ვერ ვუყურებ, მივდივარ რუსულ ტორენტებიდან ვიწერ ამ ფილმებს და ვუყურებ, ხო? ანუ თუ სახელმწიფოს მიზანი ის იყო, რომ აი არალეგალურად კინოს ყურება ან მუსიკის მოსმენა რაღაცა ამოეძირკვა, ხო? მაშინ რატო გააუქმა მარტო ის საიტები, რომელებიც ნუ კონკურენციაში, პირდაპირ კონკურენციაში შედიოდნენ იმ კომპანიასთან, რომელიც ბაზარზე მაშინ ამოვიდა, როცა ესენი გაუქმდა, ეს ყველაფერი, ანუ პარალელურად მოხდა ფაქტიურად და ანუ თუ კანონის დაცვა უნდა, მაშინ ისინი რატო არ გააუქმა? იმ მომენტში ძალიან ბევრი რუსული საიტის დაიბლოკა. მაგრამ რუსულები იმდენია უბრალოდ რომ ვერ ეხა მეც ხო გეუნები ისეთი ეხა რუსული ისე ინო დაიხუროს რამე შველება მე თვითონ არ ვიცი რა. ერთადერთი რაც რუსული ხო აი ერთადერთი რაც მომწონს რუსების რომ აი ესეთი პირატები არიან ნაგლი და ჩვენს ვიყენებთ მაგას. გეთახმები მაგაში, მაგრამ ბიჭო სხვანაირად სახელმწიფო პოლიტიკა რაღაცა აი გიორგიმ რაც თქვა მაგაზე არ ეგ შეიძლებოდა რაღაც გარდამავალი ამ იმათთან მეკობრე ისენი თვალს დახუჭავდნენ სხვათა შორის ძალიან კაი მაგალითია ზოგადად ეხა ცოტა ისტორია სწავალ ჩემ ბავშვობაში ეხა თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ ჩემ თაობაში იყო ყველაზე მაგარი გადაცემა იყო ილუზიონი ეგეთი თქვენს გსმენიათ რა. სეფიაშვილი. ხო, სეფიაშვილი იყო ესეთი ოთარი, რომელიც აჩვენებდა რა ეხა მთლად იმას ვერ იპარავდა კინოებს დასავლეთიდან, მაგრამ აქ როგორ ხდებოდა იცი საბჭოთა კავშირი რო ყიდულობდა ფილმებს, ყიდულობდა თქვათ კინო გაქირავებისთვის. და ამან რა სატელევიზიო უფლებები არ ქონდათ. და ეს ამ ფილმებს მაინც გვაჩვენებდა ტელევიზორში რა და ამასთან არ ქმევდა რომ ფრაგმენტებს გაჩვენებთ. ანუ რაღაცას აჭრიდა აი ორ წამ ტიტრს წინ მოაჭრიდა ისა და ფრაგმენტებს აჩვენებდა. მე გოგიც იგივეს აკეთებდა, ხო? ეხლა ეს ლეგალური არ იქნება ფასბინდერსო ტელევიზორ, მაგრამ რო არ ეჩვენებინა. არ გითხრა დავამთავრო რა, აი დავამთავრო რისი თქვა მინდა და მე უკვე თვითონ ყვებოდა ეს კაცი რომ რაღაცა რომ გაიხსნა საზღვრები და უკვე ამ უცხოელებთან რომ მქონდა ვლაპარაკიო, ძალიან კარგად ვიცოდითო უცხოელები ამ მითხესო, რასაც აკეთებდითო, ვიცოდითო რომ დანაშაული იყო, მაგრამ პირიქითო ჩვენო გვიხარავდაო, იმიტომ რომ იყო ჩვენი ცხოვრების სტილის
რბილი ძალა. რბილი ძალა იყო და ამიტომ ამაზე ხუჭავდნენ თვალს სიამოვნებით. შეიტანა ცალსაღა წვლილი. რა თქმა უნდა, ილუზია რა იყო, იცი ახლა მე რო ვისვენებდი ხოლმე თქვა მე სადაც აი ბორჯომში რო ვისვენებდი, მთელი საბჭოთა კავშირიდან ისვენებდნენ, ისინი გიჟდებოდნენ ეს ვიღაცები სხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომ ეს რანაირი გადაცემა გაქვთ და ანუ შაბათს რო დაიწყებოდა იმის მუსიკა, ხო ეზოში რო იყავი, იცხლებოდა ხოლმე. სულ ყველა არ მოდა. რა მნიშვნელობა აქვს მაგას ახლა რაც მოყევით უნდას და ეს დრო რაღაცნაირად ბრუნავს. დღესაც არის მაგის საჭიროება ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ დროს არის კინოგანათლება, რამდენად შეიძლება ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და ზოგადად მის განვითარებაში მოქმედებას. ხო და ეხლა ანუ როცა ეს არ არის და არ იქნება არ ვიცი, თქვენ თუ კავეა ფიქრობთ, რომ ეს კინოგანათლების პლატფორმა, ხო, ერთადერთი მაშინ რაც უნდა არავინ მან არ უყურებს, მაგრამ მე ალბათ შევეხებით სხვა ძალიან ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რისთვისაც მე ფიქრობ, რომ ეს გასაკეთებელი იყო. არის წარმოება, მე მაგაზე გადავალთ ალბათ თუ გინდა ეხავე გადავიდეთ, მაგრამ მიბმული წარმოება, ანუ კი ბატონო, ანუ ბიჭო, ეგ არის ერთ-ერთი კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩემი თავარი, ეგ არის ჯაჭვი რა. თუ რაღაცა რგოლები ყველა მუშაობს, ინდუსტრია მუშაობს. რაღაც რგოლი თუ მოშლილია, კი ბატონო. მათ ხო ეგრე იყო, რომ აიხლას თქვათ კავიაზე შეიძლება მეტი ველოდით და ეხა ბევრი სხვადასხვა ის არის, მაგრამ კეთდება ქართული კონტენტი. კი ბატონო, მაგრამ აი რომელსაც უყურებს ხალხი, დანარჩენ უცხოურ კონტენტს მე მგონი კავიაზე არავინ არ უყურებს. ნუ არც არის მე მგონი. არ არის. ხო, მაგრამ არ ვიცი რა არის და ხო. ანუ რაც თქვა ეხა გიომ თავიდან დასაწყისში. Netflix-ი გამოიწერე, Mubi გამოიწერე, კიდე რაც უნდა გამოიწერე, მაინც არ გიკმაყოფილებს ბოლომდე იმის ნახვა რაც გინდა, ეხა Mubi-ც ქონია გამოიწერე, ნახე და ხო, ენის სოდნა ჭირდება ცალკე. მაგრამ ხო ეს არ მაძლევს მე მაინც საკმარის იმას. რაც არ უნდა Netflix რამხელა წარმოება აქვს ხო თუმას. ეს მაინც არ არის იმის ჩამნაცვლებელი, რაზეც მე ვსაუბრობ. რაც არის კინოგანათლება, მაშინ ვერც კინოჩვენებებს ვერ გავაკეთებ, ხო? მაშინ შე რას ამბობ, რომ რა უნდა იყოს, მოდი ესე ვთქვა. აი, უხეში შედარებაა, მაგრამ გეტყვი. აი ჩათვალე, რომ რაღაცა წიგნებს რო წვავდნენ რა, ანუ რომის წაკითხვაც არ შეიძლებოდა. აი რაღაც არალეგალურია წიგნი და წვავენ ამ წიგს, იმიტომ რომ ამის წაკითხვა ეგრე მგონი ეხა კინოს არ ჩვენება მაყურებლისთვის. ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ ჩემ განათლების ის წიგნი რისთვის იყო, რომ ანუ რატო არ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირი რატო გზავნენ ყოველთვის ავტორებს, ხო რატო არ უნდა წაიგეკითხა მათ. პირობით არ ვიცი მე ნიჩე. აი რატო არ უნდა წაიგეკითხა, იმიტომ რომ ეს შენ აზროვნებას რაღაც ცოტა მრავალფეროვანს გახდი და რაღაცა სხვა პლასტებს შემოიტან და შეზონ. ასე არის კინოს ჩვენთვის. ეს არის საზოგადოების განვითარების. რა თქმა უნდა. ანუ რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან. რა თქმა უნდა. ამას ვთვლი კი. და მე რასაც ვხედავ ახლა ეს სხვა თემაა, მაგრამ სოციალურ ქსელებში კომენტარებს ზოგადად რასაც ვხედავ. მე ვთვლი რომ კინო ამ ადამიანებს დაეხმარებათ ცოტა უფრო თვალსაჩინოს გაფართოებაში და ცოტა ჩამოყალიბებაში, როგორც კარგ მოქალაქეებად, კარგ ადამიანებად, არ ვიცი, უფრო განათლებულ ადამიანებად. ვთვლი რომ კინო თან მით უმეტესად წიგს უფრო აღარ კითხულობს ხალხი ვიდრე ფილმის ყურება, ძალიან ისეთი რამეა რა. სერიალები მათ შორის, მაგრამ იქ აჭარანეთი და აი მოვიზე მე რომ მახსოვს იქ ძალიან მართლა ისეთ ფილმებსაც აი მოვიზე განსაკუთრებით კარგად იყო აი ეს რა თქმა უნდა აი ეს თან არა მეინსტრიმული კინო იყო მაგრად იყო წარმოდგენილი მაგრა იყო ეს ფილმები ისე კი არ იყო რომ თარგმნიდან მარტო რაღაცა ჰოლივუდის ბლოკბასტერი არა კლასიკას თარგმნიდან ისეც რაც მეც მანდ მაგ სასწავლო მასალებში გქონია ლინკები ზუსტად მახსოვს ახლა უნივერსიტეტში ვსწავლობდი და სად არის ეს ფილმები ხა სადღაც რა თქმა უნდა სადღაც უბრალოდ ნუ აი გიომ თავიდან რაც ახსენა ალბათ რაღაც ჩალი ჩოფრო ყურებდა ბევრი აღარ ძდეს აღარ ძდეს რაღაცეები ხო იცი ალბათ სადღაც არის ფული საიტები ხო ბევრი ფული იდებოდა პროგრამისტები ყავდა ყოფა რაღაცები ჭირდებოდა და ნუ ფულის გარეშე არ დიდი ბიზნესი ბიჭო თან ნუ ეგ იყო რომ დიდ ბიზნესს აკეთებდნენ არალეგალური იმითი მაგრამ ხო ძალიან არ არის ხო ერთნიშნულოვანი საკითხი ერთნიშნულად არ არის ერთნიშნულოვანი საკითხი რა ამ პინაზე ჩემი თავი არგუმენტია რომ საზოგადოების განვითარების განათლებისთვის ანუ ეს კი მაგრამ შენ მაინც ვერ მეუბნები რა უნდა დაბრუნ სიტყვაზე შენთვის რა არის რომ ისევ დააბრუნონ როგორიც იყო ეგეთი ისა
კონტენტი, უცებ აღდგეს აი მუვი? უნდა აღდგეს, ხალხის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამის ყურება. მაგრამ რა უყოთ? და კავეას შეუძლია, ეხლა წარმოებას ხომ. ევროკავშირი აღარ არის. ევროკავშირი, ეხლა მოდი ჯერ სასამართლო ის რეფორმა გააკეთო და მე ამაზე თვალს დავხუჭო. მაშინ თუ ჩვენ ევროკავშირი გვეტყვის რომ აი 11-დან 10 შესულდა და მე-11 ეს დაგჭირ შესაძლებელი. მაშინ კი ბატონო ვიწყდება. იცი არის კიდე საქმე ეს მნიშვნელოვანია რა ვთქვას აი ამ ინტელექტუალურ საკუთრებაზე და საავტორო უფლებებზე აი ეს ქურდობის თემა თუ პირატობის თემა ეს არ არის ისეთი ცალსახა თემა როგორც მაგალითად მაღაზიიდან პურის მოპარვა ან რაღაც ეს არის თემა რომელსაც სოფლიოში ასე თუ ისე მიდის დისკუსია ეხლა მეტნაკლებად ყველა თან ხდება იმაზე რომ საავტორო უფლებები უნდა არსებობდეს მაგრამ ეს როგორც საკუთრების საკითხი აქ არის უბრალოდ თუად იმიტომ რომ ხა თუ რაღაცა პირობითად მე ტელეფონი მაქვს და ეს ტელეფონი შენ რაღაცა გაჩუქე ხო თუმცა იმ ტელეფონში არის მე შიგნით ის რაღაცა პროგრამული რაღაცების გამოყენება შენ შეგიძლია მაგრამ ჯამში მე თუ რაღაც ფიზიკური ნივთი მეკუთვნის მე ეს ნივთი გავეცი ის შენია ჩემი აღარ არის მარტივად არის ხო რადგან ხელოვნებას მაგალითად ეგრე არ მუშაობს ამ ეს როგორ უნდა იყოს ამაზე ძალიან ბევრი ჯელობა სოფლიოში და არ არის აი შენ რო უყურებდი აი შენ კანონდარღვევად თვლი თავს აი ფიქრობ რომ დააშავებსა ფილმს უნდა არა მაგრამ ეგ იყო ზუსტად კამპანია რომ ისიც ქურდი მაგრამ არ არის ხო სხვა პლაჟი ხო იმაზეც ხო ლაპარაკობენ რომ თქვა ციგნის ქურდი არ არის დაახლოებით მაგრამ საბოლოოდ ქურდია დაახლოებით იგივე ვარიანტია, მაგრამ და ზოგადად ხო რომელიღაც ქვეყანაში აღარ დანიაში მე მგონი პარლამენტში მოვიდნენ. ჩეხეთშიც იყვნენ. ანუ ეს მეკობრეების პარტია ეგრევე ერქვა და პარლამენტში შეიყვანეს რამდენი იმ დონეზე მეკობრეების პარტია. ხო, აი მაგაზე ისეთი ამბავი ატყდა რომ აი ტიპებმა რასაც შენ ამბობ აი მაგ იმითი რა ქვია არგუმენტებით იმ დონეზე პოპულარული იყო მაგათი აზრები რომ პარლამენტში მოხვდნენ თქო მაგრამ მე მგონი დანიაში იყო ჩეხეთი არ ჩეხეთში დანიაში შვედეთშიც იყვნენ ან შვედეთში არ ვიცი მაგრამ მე მინდა ეხა ერთი წამი იმაზე უნდა დავბრუნდე იმიტომ რომ შეიძლება გაუგებარი იყოს ვიღაცისთვის და უნდა დავაკონკრეტო რა ერთ-ერთი მთავარი ყველა არგუმენტებში მოყვებით მაგრამ კინო წარმოების განვითარებისთვის უბრალოდ აუცილებელია რომ ეს რაღაცა იმაში ხელს ერთმანეთს მე გეტყვი რატო უშლის რა შენ თუ არ ეხლა ლეგალურ თქვა კავეაზე რო კეთდება სერიალები სხვანაირად ვერ გაკეთდებოდა. იმიტომ ბიჭო ამ სერიალს ეგრევე იღებს და სხვა საიტი იპარავს და დებს. მაშინ რაღაცა უნდა წავიდეს. არა, მაგას არ ვეთანხმები კაცო. რა? მაგას ერთად და ეგრე ანუ ნახევრად მოპარავს ეხლა. იმიტომ რომ ეს ამას არ ყვეც. ეხლა იმის გოდარის ყურება არ ყვეც იმის ცვალებადი ნიშნების ყურება. ანუ მაშინ ხო კიდევ ერთხელ მაშინ უნდა მოხდეს როგორ იცი? რაღაცნაირი მეკობრეები და არამეკობრეები უნდა დასხნენ რაღაც თამაშის წესებზე შეთანხმდნენ რომ შენ ერთი წამი დამაცალე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დამოვიწყდა მაგ არგუმენტში უნდა ჩაგიჩე ხო და მაგით ჩამიჩეხე აბა ანუ შენთვის აი გულწრფელად თქვი ისა ქართული წარმოება თქვა როცა ფული იხარჯება რაღაც საქართველოში ქართულ სერიალზე და სამო ვისეკუთვნის არ ვიცი ახლა თქვა გოდარის ფილმები კრიტერიონი იქნება ნებისმიერი ანუ ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში ვერ გავიგე კითხვა ანუ ის იმათ რო ამბობ რომ იმის ინტელექტუალურ საკუთრებას ეხები რა ვიღაცა 60-ში გადაღებული ფილმის ვიღაც კრიტერიონს რო ეკუთვნის და ეხლა მე არგუმენტი რაც მომიყვანე ეხლა მეორე კავეას რო იპარავენ და დებენ თქვათ კავეას სერიალს სხვა პირას ერთი და იგივეა შენთვის ჩემთვის ერთი და იგივე არ არის ამას ერთმშობად არ ვეთანხმები რომ აქ ქართულ წარმოებაში ფული დაიხარჯა ამ ხელა ფული ჩაიყარა და თავის პლატფორმაზე დებს და ის მიაკ ვიღაცას და დებს რაღაც პირატულ საიტზე. ამას არ ვეთანხმები, მაგრამ გოდარი რომ მოაქ აქეთ. არა, ერთი იგივე არ არის თქო, მაგრამ ერთი და იგივე, ანუ ეს ესე ხდებოდა, ანუ შენ ვერ თუ ვიღაცა იპარავს და მომპარავია და ამის საერთოდ იმის ბოლოსაც ვერ პოულობ, ვისი არის კონკრეტულად რაღაცა საიტი, იღებს და ამასაც იპარავს.
და რა უყომე, სად ვზდიო? აი იგივე ანუ ვიღაცას ლეგალურად შემოა Game of Thrones-ი. სხვა ძდებს ამ Game of Thrones. რა უნდა ქნა ამ დროს? ანუ მას შენ არ უნდა იყიდო. კაი, Game of Thrones-ი კიდე სხვა ისა. მაშინ მე ქართული ვერ უნდა გადავიღო. ვერ უნდა გადავიღო, ვერ იქნება რეჟისორი, ვერ იქნება მსახიობი და არ განვითარდება ეს ბიზნესი რა. ნუ მაგას არ ვიცი პრევენცია რა არის, რაღაცით შეგიძლია გააკეთო. მე რისი თქმა მინდა რომ ჩვენ ახლა ვართ იმ ეპოქაში რომ კინო წარმოებას აფინანსებენ პლატფორმები. მან მივედით, მან შევედით. არა, ეს მოდი ესე ვთქვათ 80% თუ არა 70-ს აფინანსებენ პლატფორმები. ნუ პლატფორმას ავტორო კინოს არ აფინანსებს, ეგ შეგვიძლია გამოგვიწყოს. უფრო გააჩნია ახლა რა, გააჩნია ახლა კუარონის ხო ისეთი кейსი იყო რა. და სხვათა შორის არ არის ეგრე რომ კიდე იყო რა. არა, არის და ეს გადადის, ეს ყველაფერი გადადის მაკეთ. მიდის გინდა არ გინდა კარგია ცუდია მაგეთ ჩვენც რომ რაღაცნაირად ამ დინებას ავყვეთ და Netflix-იდანაც ხო იპარავთ ხო Netflix-ის სერიალებს და იმას ზიანდება ერთი წამი დაამთავრები ეს ამბავი ეს უბრალოდ მიმაყვანია იმაში ლოგიკა მინდა რომ დაინახოს შენც და სხვებას ვინც დახავს ამას რომ კინო წარმოებას რო განვითარდეს უნდა განვითარდნენ ასევე პლატფორმები იმიტომ რომ მიბმულია ეს ერთმანეთს და ჩვენაი რუბედურ ქვეყანაშიც სადაც ფული არ არის ერთადერთი შანსი არის რომ პლატფორმებმა ჩადონ ფილმები თუნდაც კი ბატონო შეიძლება იმ კინო არა მეინსტრიმ იყოს კომერციული კინოც ხო უნდა მაყურებელმა რაღაცას ხო უნდა უყუროს და მსახიობები პოპულარულები ხო უნდა გახდნენ და ასე შემდეგ ამიტომ ეს აუცილებელია პლატფორმები განვითარდეს პლატფორმები ვერ განვითარდება თუ მეკობრული ისენი ესე ამათ ბიზნესში შეუშლიან ხელს და მე არ კავია კი არა 5 კავია უნდა გაიხსნას წესით ხო და მაგის პრევენციის მაგალითს გეტყვი რა ჩემი აზრით რა შეიძლება იყოს როცა ქართულ წარმოებაზე ხება კანონში შეიძლება პირდაპირ გაიწეროს კონკრეტული იმითი რა ვიცი ჩანაწერით ანუ კანონი მოიფარე ძიმეკა არ არის ქართული მოიფარე და ის არ მოიფარე არ გამოვა კანონი ხეხლა ეგრე რა ქართული კინოწარმოების აი ფაქტობრივად შეიძლება რაღაც მოლაპ კანონში მოდი არ გამოვა ეგ ნუ პირდაპირ არა იმას რომ იცი რას პაპუასების გამო შეიძლება 5000 ლარის თუ მიწერენ გზაზე გადასulis გამო კაცო იმის არა მაგრამ უცხოური მოიფარე ცოტა ცუდად ის შენი პრიორიტეტი ისაზღვრება შენი ქვეყნიდან პირველ რიგში მე გეტყვი რასაც ამბობ შენ რომ აი თქვა გადაიღო რაღაც სერიალი კავია პლუსმა და ეს გადავიდა რაღაც პირატულ საიტზე ხო და დაიდო რაღაცა აჭარნეთ ორგზე ან რაღაცაზე დაიდო ეს კავია სერიალი ამას კანონი არეგულირებს ისე რომ კაცრად იყოს გაწერილი ის რომ ნუ ფულადი ჯარიმა ძალიან მაღალი ოდენობის ეს შემცირდება ეს ამას აღარ იზავენ მე და ჩვენ შეგვიძლია პრიორიტეტად დავისახოთ ქართული კინოწარმოება და ამაში აბსოლუტურად მოყვები რომ ესე უნდა იყოს პლატფორმები უნდა განვითარდეს და მათი წარმოება უნდა იყოს დაცული და ვერავინ უნდა იპარავდეს და ეს შეგვიძლია პრევენციის მიზნით გაამკაცრო ამ შემთხვევაში რომ მხოლოდ ამაზე იმიტომ რომ ეს არ ეხება იმას რაც ჩემი მთავარი არგუმენტებია რომ ის ფილმები ერთი და იგივე იმას ტოლობის ნიშანს ვერ დავსვავ რა ეხა არც მე არ ვსვავ ლევან უბრალოდ მე იმას ვსვავ როგორ ხდება ცივილურ ქვეყნებში თორე ეხა აი ამ წამს რო გისმენ დავიჭირე ჩემი თავი იმაზე რომ საერთოდ რაზე ვლაპარაკობ და სად ვარ ზოგადად როგორ ცენზე გასაგები ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა 3 წლის წინ ეს ქვეყანა შედარებით უფრო ქვეყანას გავდა მაშინ რა მოხდა და მეორე ლაპარაკობთ ალბათ თუ შეიცვლება რაღაცა და იმედია შეიცვლება და რამდენიმე წელში მე რა უნდა გაკეთდეს ახლა არ ვიცი ახლა რასაც უნდათ იმას იზამენ სინამდვილეში მე რო ახლა ხელისუფლება ვიყო რადგან სულ არ მადარდებს ამ შემთხვევაში არც რო ინტეგრაცია არც არაფერი ავდგებდი და დავაბრუნებდი და რაღაცა ხალხს მოვიმართლებდი ხო მაგრამ ეგეც არ აქ შევდივართ რაზე იცი ეს კანონს კი არ იყენებ ხო მაგაზე გამახსენდა რა ცენზურის კანონი არსებობს საქართველოში იმ საიტებზე მე უნდა ზდიო რომ ვიღაცა იმის ფილმი არ გაიპაროს რა ქვია იგივე რუსეთი ამ შემთხვევაში კაი მაგალითად რუსეთში ცენზურის კანონები არსებობს და არის საიტები ხო ანუ ერთად ყვავის არ იყენებენ მაგრამ როცა რაღაც საიტებზე არ დაძდევენ რა კი ბატონო თუ ეს უკვე რა არის ბერკეტი გაქვს შენ ხელში რა ანუ თუ მოგინდა
თუ უნდა გამოიყენე მე შენ წინააღმდეგ. ეს უკვე პრობლემა, ანუ შენ უკვე რისკის ქვეშ იგდებ თავს, ანუ კანონს არ ღვევ რა ფაქტიურად და გამოდის რომ ცენზურა, ანუ წარმოიდგინე. ცენზურა არსებობს. ბევრი იტყვის რომ აი მაგაში ასაქმნიდა ეს გარყვნილი დასავლეთი და ასე შემდეგ, მაგრამ მართლა იგივე ამ Netflix-ის ამ ყველაზე პოპულარ მეინსტრიმ თემატიკაში ძალიან ხშირად არის ამ სექსუალური უმცირესობების ვიღაცა პერსონაჟი აი უეჭველი არის ხოლმე რა და ნუ ამ თანამედროვე ჩვენი ახლანდელი კანონმდებლობით ფიზიკურად ვერ უნდა იმას ქნა. რა თქმა უნდა. და ეს არ ეხება მარტო იმას ჩვენ წარმოებას ხო, მათ შორის რაღაცა კლასიკა რაც არ უნდა აჩვენო, იქაც არ შეიძლება რომ რა ვიცი კონკრეტულად რეებზე ალაპარაკი აღარ მაქვს, მაგრამ მარტო სექსუალურ უმცირესობებზე მე მგონი რა ვიცი მე სიშიშვლის ჩვენებაც აღარ შეიძლება. საერთოდ ვაფშე ხო ეგ კანონი ხო აი არ ვიცი რა. თვითონაც არიციან თან რო წავიკითხეთ თავი და თვითონ არ კი არიციან რაზე აი სად გადის ზღვარი მაგაზე ვერც ხვდებიან არც არავინ არ სიგიჟე რო არის მაგრამ აი რა არის ის თამასა ვერ მოხდება თვითონ არიციან ხო ამიტომ ძალიან უცნაური ეგ არის ერთი რო თუ დაჭირდათ დავშვა წერტილონად ვიღაცის რეპრესირება და ნუ უფრო ის არის რა აი ჯამში ვექტორი როგორი არის რაღაც როგორ შეგეჭლებს ექნა უნდა თან ხო ნახეთ არა ეხა არ დავასახელებთ არც ფილმებს და არც რაღაცა ფილმებში ეხა ვერ გავიგე მაშინ რაზე არის კანონი იგივე უცხოურ კინოს გავიდა ესეთი და ქართულის გავიდა ეგრე და არ ვიცი. ან როგორ წარმოგიდგენია ვიღაცა ზის და ამ ფილმებს უყურებს და ჭრის იქიდან რაღაც. ნუ ხდებოდა ესეთი რაღაცა კი ადრე. ეგრე ხო თან კარგად ჭრიდნენ ნიჭიერი მჭერელები ყავდა. კი, მაგასაც ცოდნა უნდა, ყველაფერს ცოდნა უნდა რა თქმა უნდა, მაგასაც. ხო, ამიტომ ხო, Game of Thrones-ი უნდა გასულიყო. არ უნდა გილაპარაკა მასზე, ხო, რაღაც თუნდაც იქ არასრულ წონებს თანდასწრები და ასე შემდეგ. თეილი საქართველოს უყურებ და ყველა მაგაზე ლაპარაკობ. Game of Thrones-ში გარდა მაგისა ის ხდება ხო, რა ინცესტი არის პირველი სერია მაგაზია მთელი პირველი სეზონი. ხუთივე. ნუ ეს ერთმნიშვნელოვნად ახლა ამაზე ლაპარაკს აზრიც არა აქვს მე მგონი ახლა მაგაზე ჩვენ რო ჩავყვეთ რომ ეს არ არის დისკუსია ნორმალურ საზოგადოებაში და ის ამიტომ უფრო სისულელე გამოდის ის დისკუსია ჩვენ რო რაღაცა კონკრეტულების დაცვა გვიწევს მაგრამ ხო ჩვენ ლაპარაკობთ კონკრეტულ მოცემულობაში როგორ უნდა იყოს როგორ არის სწორი როგორ არ შეიძლება და ასე შემდეგ მაგრამ ჩემთვის თავია მაინც კონტექსტი პირველ რიგში ამ ქვეყანაში ვართ აქ და ახლა რა ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია კინოგანათლება ჩვენი საზოგადოების ცნობიერების მე მანდ დავამატებდი რომ აი ეს დასავლეთში და ევროპაში ინტეგრაციის კუთხითაც ცუდი როლი ითამაშა ჩემი აზრით ჯერ შევა არ უთამაშა იმიტომ ძალიან ცოტა დრო გავიდა მაგრამ ჩემთვის ევროპასთან დაახლოება დასავლეთთან დაახლოება ეს პირველ რიგში კულტურა არის. რა თქმა უნდა. მაგხრივ აი იგივე დასავლურად ამერიკული, ევროპული რა სერიალების ყურება, ფილმების ყურება, გინდღირებულებების კუთხით გინ რა ცხოვრების წესი. ყველაზე მნიშვნელოვანია ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ რაც თქვი ამ ილუზიონის შემთხვევაში ალბათ ხო. ხო რა უცხოელებიც რაღაცნაირად და შენაც თქვი მე რაღაც შეიძლება რომ უთხრა რომ კარგით რა ეხლა რა. სხვა პრობლემა ვერ დაიწყო. პრობლემები გვაქვს ეხლა ჩვენ. აი იგივე შესანიშნავი შვიდეული იყო რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ფილმი იყო. თითქოს ყველა კრიტერიუმით ისეთი ფილმი იყო რომელიც არ იყო პრობლემა რომ ცენზურამ გაატარა ხო იმიტომ რომ რაღაცა ცოტა მემარცხენესულის ყვება იყო რაღაც საწყალ ვიღაცა სოფლელებს არბევენ და ანადგურებენ და ამიტომ ეს ხალხი წავიდა დასახმარებლად სიუჟეტი ეგ არის მაგრამ ყველა როგორც ამბობს და ლიტერატურაში ბევრ განწერია და ბევრს აქ გახსნილი რომ აი იყო გარდამტეხი ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმიტომ რომ უბრალოდ სხვა ცხოვრების წესი რომ დაინახეს რა ჯინსებს ჩასმული კაცები და რაღაცა სხვანაირად ლაპარაკობდნენ და ხონერად იქცეოდნენ და რაღაცა რევოლუცია იყო ამ ხალხის თავში და აქ ეგზალა ხელოვნებას ნამდვილად კინოს განსაკუთრებით ხო არ ვიცი ხა ალბათ უკვე რაღაცნაირად შევთანხმდისავით მაგრამ ნუ ხო იმიტომ რომ მე არ მაქვს ესეთი კატეგორიული პოზიცია იმიტომ რომ მომხმარებელი ვარ და ფიქრობ რომ ხო ჩვენ საზოგადოებას განათლება ჭირდება პირველ რიგში და მე რაღაცა აი ეს რაღაც წესებიც უნდა დავიცვათ და ეგეც განათლების ნაწილია, მაგრამ ხო განათლება გვაკლია და ფილმები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლებაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
ხო, რაღაცა შეთანხმება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ პლატფორმა კინოს განვითარება პლატფორმების გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ კავიაზე ხა ისევ კავიასო დაუბრუნდეთ, სერიალებს იღებენ და კარგია რომ სერიალებს იღებენ. მე ფიქრობდი და სწორე განვითარების შემთხვევაში ფილმებიც უნდა გადაიღონ და ასე შემდეგ, მაგრამ არ გადაუღია და კიდე ისევ მანდ მივდივართ, რატო მართლა მარტო კავია, იმედია ვიღაცა გამოჩნდება და კიდე რაღაცას გააკეთებს სხვა პლატფორმას და სხვა კონცეფციით. რა თქმა უნდა, კონკურენცია კიდე ხარისხს ნებისმიერ შემთხვევაში. ნუ ერთადერთი ახლა რაც არსებობს კავიას გარდა არის რომ აი ძირითადად ეს სპორტული ტოტალიზატორები და ბეთები აკეთებენ და კიდევ YouTube-ზე დებენ ხო? ხო, ეს გააკეთეს ეს სეზონი ისა ხო? ბოლო სეზონი არის ისეთი მაგალითია ხო? აი ეს და კიდე იყო რაღაც სერიალები. სხვა კონცეფციით წავიდნენ, რაც კარგია რა, ეგეთი ის, მაგრამ ნუ ამ ქვეყანაში მარტო ბეთები და ოცნება მუშაობს, სხვა არ ვიცი ახლა თუ ოცნება არ მუშაობს უბრალოდ ფული ძალიან ჭირს რა ახლა და იმედია ხო ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ყველა ხვდებით რომ ვლაპარაკობთ მომავლის რაღაცა პერსპექტივაზე რომ რაღაცა ეშველება ამიტომ მოდი შევთანხმდეთ ახლა დასასრულისკენ წავიდეთ რომ სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ახლა რომ დაბრუნდეს ისეთი საიტები როგორც იყო აჯანეთი iMovies-ი თან სადღაც ეს კოლექცია ხო უდევთ ფაქტი რა თქმა უნდა არსებობს რამხელა კოლექციები ან ვინჩესტერით მივალ და გადმომიწევ და შეგააკეთე მე ახლა კალენდარული არ მაქვს პრობლემა იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმედი არის დადგება მალე ამ ქვეყანაში სიტუაცია სადაც ესეთი დისკუსიები უფრო ასე ვთქვათ რელევანტური გახდება. ხო და ვთქვათ რომ წინ წავიდგდეთ საქმე ეგეც არა მე მართლა მგონია რომ აქვს თავის ადგილი და სწორია მათ შორის მომავლის საქართველოზე მსჯელობა და თითქმის ყველგან ეგრე იყო სადაც მსგავსი რთული სიტუაცია იყო თან შეზღუდული არის რის იკეთება შეგიძლია ლოგიკურია მათ შორის ესეთ თემებზე რომ იმსჯელო მე მგონი რა მე მგონი გავიდეთ უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყესო ვთქვათ რომ გამოიწერო ხალხმა ჩვენი არხი ვისაც აინტერესებს კინოზე და აი ხა დღეს ამ კონკრეტულ кейსზე ვილაპარაკეთ ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ რომ კინო ყველანაირად რაღაც მოიცვათ და დავაინტერესოთ მაყურებელი აი ამ კინოს შესახებ რაც კი ძალიან მრავალი თემა არის და მრავალფეროვანი და ჩვენ შევეცდებით რაღაცნაირად ჩვენი გამოიწვიოთ ჩვენი არხი YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე, ხო, ამოთ თუ გინდათ რომ კინოზე მეტი კონტენტი იყოს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ლაიქი, კომენტარი, ზარი, ყველაფერი ეხმარება ალგორითმს რომ მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო. ეგ არის მე მგონი